ამ გულახდილი პოდკასტის მესამე სეზონში მე ბარბარა დამენაინო ულაპარაკობთ ყველაფერზე ცხოვრება ოჯახი ურთიერთობები კარიერა ბავშვები მენტალური წამრთელობა იმიტომ რომ თერაპია ძვირია გვაქვს ბევრი აზრი და ცოტა ფილტრი let's go მე ახლოს რო ვზივარ უფრო დიდი თავი მიჩანს მე ის გავიკეთე ლეპტოპ სტენდი ვიყიდე ესე რო ამაღლებს ესე რო მერე რა ქვემოთ რო და წინ დავიდგი ისა კიბორდი მაუსი რო ანუ ეკრანად ვიყენებ ფაქტობრივად რა ხო იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან ჩამჯდარი ვიყავი და კისერი მდგიოდა მე აუ მე მაქვს ყველაფერი ლეპტოპთან დაკავშირებით, ანუ ეგეც მაქვს, მაგიდა მაქვს, ანუ მე გასაშლელი პატარა მაგიდა ესე ფეხებში რო იდგამ. იმას აქვს კიდე ესე ამოსაწევი, რომელზეც ესე დგება და ყველაზე პრაქტიკული რაც მაქვს არის IKEA-ს ბალიში დასადგამია. ანუ ზემოდან რომ ყარია და ქვემოდან რომ ბალიშივით არის და მუხლებზე რო იდებ, ანუ იმაშება რა. მუხლებზე სამშობლო. მინახავს არასდროს, მაგრამ მე არ მევასება ეგრე ლოგინში და მუხლებზე და რაღაცებზე მუშაობა. ხო და მე ის იყო რა ქვია, ნაკლებად მუშაობდი, სანამ ფეხს მოვიტეხავდი და ეხა ბოლო დროს მაგიდასთან საერთოდ აღარ მჯდარ ვარ кайხანია, იმიტომ რომ ფეხი ჩამოწეული დიდხანს ვერ მაქვს ისევ. ხო და ყველა ეს ატრიბუტიკა თავის ფუნქციას ასრულებს და რაღაც ეტაპზე ვიყენებ ხოლმე. ხო და დიდი ხანია არ გვისაუბრია ძალიან მაინტერესებს რაღაც ამბები, მაგრამ გვაქვს ძალიან ისე რომელსაც ერთი წელია საუბრობთ, რომ უნდა გავაკეთოთ ამაზე პოდკასტი. ხო და პირდაპირ ამ თემაში გადავეშვათ და მე შემდეგ ეპიზოდებში კეჩაპი გავაკეთოთ. აი, ვთანხმდით. თან, ну, ჩემი კეჩაპი გამოვა ეხა ეს ეპიზოდი, მაგრამ შენ ამბებს მე გავიშლი. კიდევ მე ვილაპარაკე, ეხა შენ ილაპარაკის ჩემი. აი, მართალი. მოკლედ არ ვიცი, ну, ვიღაცებმა ვინც ჩვენი ახლო სამეგობრო წრია და Facebook-ზე და LinkedIn-ზე თუ მაფოლოვებს, იცით, უკვე ერთი წელია, რაც ვაკეთებ MBA-ს, სწავლობ MBA-ზე, რომელიც არის online პროგრამა და დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ ერთიანად და შეჯამებულად მთელი ჩემი MBA-ს journey. მაგრამ გამოცდილებაც არ არის. ქართულად როგორ არის? თავგადასავალი. ხო, მაგრამ თავგადასავალი რაღაცა ძალიან ისა სამი გოჭის ზღაპარებით. journey რა. როგორ გადავწყვიტე, როგორ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე, რამდენ ხანს მივდიოდი ამ გადაწყვეტილებამდე, როგორ ავარჩიე პროგრამა და ზოგადად პროგრამაზეც გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს და ვინაიდან ბარბის უკვე აქვს მაგისტრატურა გაკეთებული პარიზში, წინა ეპიზოდი ვინც მოისმინეთ, გეცოდინებათ რატომ დარჩა პარიზში და როგორ აღმოჩნდა პარიზში. და შეგიძლიათ ვისაც არ მოგისმენიათ შეგიძლიათ მოусმინოთ დავურთავთ სადმე აქვე და შევადარებთ რაღაც გამოცდილებებს ალბათ პარალელები საინტერესო იქნება იმიტომ რომ საკმაოდ სხვადასხვა მიზეზებით სხვადასხვა მიმართულებით გავაკეთეთ ორივე ეს მასტერი ხო და რით დავიწყო ალბათ მოყოლით ვერ დაიწყე საერთოდ რატომ გადაწყვიტე ამ 35 წლის თუ 36 წლის ასაკში ანუ რა გიბიძგა რომ მაგისტრატურაზე ჩაგებარებინა ამ ასაკში ყველაზე საინტერესო ეგ არის კი ბატონო
მართალი ხარ, დავიწყებ აქედან. მოკლედ, მოგეხსენებათ, მე და ბარბი ერთმანეთი გავიცანით უნივერსიტეტში, როცა ბაკალავრზე სწავლობდით ბიზნეს ადმინისტრირებას. ამის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრმა ჩვენმა კურსელმაც და არა კურსელმაც და ზოგადად ამ კურსის დამთავრებულებმა, ვინც იგივე პროგრამა გაიარა, მეორე მესამე წელს გააკეთეს MBA ეგრევე. ასევე იყო ჩვენივე უნივერსიტეტში MBA პროგრამა და მოკლედ MBA-ზე სულ არის საუბარი ირგვლივ ანუ რაც დავამთავრეთ 16 წელია MBA არის სულ რაღაცა იმაში რა ქვია ჩემს თვალსაწიერში რა ესე რა ვთქვათ. ასევე დედაჩემი რომელიც სადღაც 3 წელიწადში ერთხელ მეკითხებოდა ხოლმე მაგისტრატურა ხო არ გინდა რომ გააკეთო და ანუ არც ერთ ეტაპზე ჩემი კარიერის აქამდე პრინციპში არც ახლა თვითონ მაგისტრატურა როგორც ასეთი დიპლომი არ დამჭირვებია. შესაბამისად საქმის კუთხით საჭიროება იმისა რომ მაგისტრატურა გამეკეთებინა არ მქონდა. მაგრამ და ასევე საქმე იმაშია რომ ბოლო რამდენიმე წელში იმდენად ზოგადად იმედგაცრუებული ვიყავი ამ ბიზნესის სფეროთი რომ ბოლომდე დარწმუნებული იმაშიც არ ვიყავი რომ მომწონს თუ არა და მინდა თუ არა რომ ამის მენეჯმენტის ნაწილი ვიყო, მაგრამ თან ოღონდ პარალელურად, ანუ ამ ფიქრებთან პარალელურად, არასდროს არ შემიწყვეტია მუშაობა კერძო ბიზნესის სექტორში და ყოველთვის ანუ რაღაცებს პოულობდი, რაც მაინტერესებდა. მაგრამ ეს შინაგანი ჭიდილი მქონდა, რომ მომწონს თუ არა კორპორაციები, ეს კორპორატიული ცხოვრება, ზოგადად როგორც არის თანამედროვე ბიზნესი მოწყობილი, საითაც მიდის რაღაც კაპიტალიზმი, რადაც იქცა და მოკლედ აი ესეთი რაღაცა ზოგად საკაცობრიო და მაღალ მატერიებზე ფიქრები მაწუხებდა და ამიტომ რაღაცნაირად ფეხს ვითრევდი მოკლედ მასე MBA-სთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მით უმეტეს არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ესე მენეჯმენტის კუთხით მინდოდა ბიზნესში გაგრძელება მუშაობის. ოღონდ აქვე ისევ და ისევ შეგახსენეთ, რომ არასდროს არ გავჩერებულ არ სულ მუშაობ. და თან მომწონს, ანუ ის არ არის, ვინმე მაძალებს. ნუ არა, ეხლა ხელფასი კაია, მაგრამ თან ვცდილობ, რომ შევთავსო, რომ სასიამოვნო გაკეთო ჩემთვის. და რაღაცნაირად მოკლედ შარშან წინ ჩემ ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, სადაც უნდა რაღაცა ცვლილება მინდოდა რომ გამეკეთებინა ჩემს კარიერაში. ოღონდ ეს ცვლილება არ იყო სამუშაო ადგილის შეცვლა, იმიტომ რომ კომფორტულად ვიყავი, სადაც ვიყავი. მაგრამ რაღაც აი ახლის ძიების იმაში ვიყავი რა. და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა მასტერი. და თავიდან დაიწყო იმით, რომ იმ მომენტში, რაზეც მუშაობდი, ანუ კომუნიკაციების მიმართულებით, ვიფიქრე, რომ კომუნიკაციების მასტერის გაკეთება მინდოდა და ამ მიმართულებით დავიწყე პროგრამების ძებნა. მაგრამ აქვე შემოდის, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემა რამ არა, ესეთი დაბრკოლება, რომელიც უნდა გადალახო ადამიანმა, არის რომ თან სწავლა და თან მუშაობა საკმაოდ რთული შესათავსებელია და თან ეხა არც იმის შემოსავალი რა და გადადებული არ ვიცი ვის აქვს გადადებული ფული, მაგრამ არ მქონია რომ პირდაპირ ეს სწავლაში დამეხარჯა, თან არც ერთი ეს პროგრამები იაფი არ ღირს. შესაბამისად მუშაობას ვერ შევწყვეტდი და რაღაც მოკლედ გადაწყვეტა უნდა მეპოვა იმისთვის რომ უშემოსავლოდ არ დავჩენილიყავი და თან ეს ჩემი მასტერის ამბიცია დამეკმაყოფილებინა. მოკლედ დავიწყე რაღაცების ძებნა, რისერჩი, ვკითხე ადამიანებს, ვისაც გაკეთებული ქონდა ესეთი პროგრამები, დავიწყე სკოლაშიფებზე და დაფინანსებებზე ფიქრი. მოკლედ სადაც 1 წელი, ნახევარი წელი ალბათ, ცალკე ამის რისერჩს ვაკეთებდი და კომუნიკაციების მიმართულებით ვიკოლებდი პროგრამებს. თან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაცა მოსაპწიჩკად როგორც იტყვიან, ეს მასტერის პროგრამა არ მჭირდებოდა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, რაღაცნაირად ისე აიწყო, რომ კარიერულად ანუ არასდროს არავის არ უკითხავს ჩემთვის მასტერის ქონა არ ქონის საკითხი და მაგის გამო არასდროს არც დავწინაურებულ ვარ და არც მას მექნია ყველაფერი რაღაცა გამოცდილებით მოდიოდა ხოლმე, ხო და ვინაიდან მოკლედ ესე სიტუაციურად არ მჭირდებოდა, მაგრამ ჩემთვის მინდოდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პროგრამაც ისეთი ყოფილიყო, რომელიც დამაინტერესებდა და ჩავერთვებოდი ამაში.
ხო და მოგეხსენება არ ვიცი თუ ახსოვთ ჩვენს მსმენელებს წინა იმებიდან რა ქვია ეპიზოდებიდან სადაც აი ჩაბარებებზე და იმაზე ყვებოდით და ერთი ფაკულტეტი რომ მქონდა ჩაწერილი ძალიან ისე ცოტა ხისთავიანი რქიანი ადამიანი ვარ როცა რაღაცა ვიცი რომ მინდა ესე უნდა იყოს ესე ამიტომ ძალიან ნათლად მქონდა გადაწყვეტილი რომ აუცილებლად მინდა პროგრამა რომელიც აი რომ წავიკითხავ რაღაც შთამაგონებს და მომანდომებს რომ იქ ვისწავლო და ეს მასტერის პროგრამების მოკლედ მასე დავიწყე ძებნა. ბევრი სკოლარშიპის რაღაც ვარიანტები განვიხილე, იქ Fulbright იყო, რომელიც ყველაზე რთული შესავსებია, რაღაცა ბევრი ისინია ძალიან სხვადასხვა ინფორმაცია და cover letter-ები და მთელი ამბები და მოკლედ დავიწყე Fulbright-ით. ოღონდ ამერიკაში ვთქვათ, ძალიან მეზარებელს ხორცალი ვკითხავ ძალიან. ეს არის რა ქვია, რაღაც ძალიან მეშორება რა. ხო და რაღაც უფრო ისეთი ევროპას უფრო განვიხილავდი, მაგრამ მეთქი ახლა თუ დამაფინანსებენ უარს განავიტყვი. მაგრამ თან რაღაცა part-time-ების ძებნა დავიწყე ისეთი, რომელიც flexible იქნებოდა და შევძლებდი, რომ იქაც ყოფილიყავი და აქაც ყოფილიყავი რაღაც ოჯახური მდგომარეობის და ყველაფრის გათვალისწინებით. მოკლედ ძალიან დიდხანს ვავსებდი ამ Fulbright-ის მას ვამზადებდი, მეგობრებს ვეკითხებოდი, იქ რაღაც ის იყო რა ქვია, ნინიკო როგორც ყოველის მცოდნე ადამიანი და რედაქტორი ყავდა რაღაცას ვიმეშებოდი რომ მაგასთან ჩეკავდი კიდე რაღაც სხვა მეგობრების ჩართა მოკლედ ძალიან ერთ მასში რა ქვია ამბავში ვიყავი და რამდენიმე თვე მუშაობდი მოკლედ ამ აპლიკაციაზე რომელიც ანუ არ დამიკმაყოფილეს და რა ვიცი დღეს ნახონდისო აღარ მახსოვს მიზეზი ეწერა თუ არ ეწერა მაგრამ მოკლედ ვერ ავიღე ეგ სკოლარშიპი და ძალიან არ მეწყინა ეს მათქარხის იმიტომ რომ აი ეგ ისა რა ქვია გლობუსის მეორე ნახევარსფეროში წასვლა ერთი წლიანი პროგრამის გამო ცოტა მეზარებოდა. რაღაცნაირად ის არის ხო კიდევაღლური განცხადება, მაგრამ ნუ გულახდილად. მაგიტომაც არ დაგიკმაყოფილეს. იგძნეს. კი, მაგრამ ვინაიდან მოკლედ ეს Fulbright უკვე შევსებული მქონდა, აქედან უფრო მარტივი იყო, რომ სხვა იმებზე რა ქვია სკოლარშიპებზეც გამეკეთებინა ისა რა ქვია აპლიკაცია. ამასობაში მოკლედ რო განვიხილავდი პროგრამებს და რაღაცებს ვარჩევდი. ეს იყო რა ქვია ნინიკო მყავდა შეკლული ხელში, იმიტომ რომ თან რომში სწავლობდა და რაღაც გამოცდილება ჰქონდა მოკლედ ამ იმისი რა ქვია აპლიკაციების რაღაცებს შევსების. შენ არ გეცალა და ამიტომ აღარც მომიწერია. ხო და მოკლედ ძალიან ისა რა ქვია, მაგრამ რაღაცები კითხე ისე, მაგრამ ესე ყოველდღიური მიწერა მოწერაში ნინიკოსთან ვიყავი და ბოლოს მოკლედ რამდენჯერმე შემომაპარა ნინიკომ რომ ისა MBA ხო არ გინდაო რომ გააკეთო რას დასდევ ამ მასტერებსო და მე ვუთხარ რომ არა მეთქი მე ეს მენეჯმენტში მეზარება არ მინდა თქო თან იგივე რაღაცები უნდა ვისწავლო რაც ბაკალავრზე ვისწავლე თქო და ძალიან მეზარება თქო და რაღაცა ეხა კიდე ფინანსების და ბუღალტერიის მეორედ გავლა ძალიან არ მინდა მეთქი და ნუ აი ერთხელ მითხა რაღაცა მაგრამ მე მოკლედ ამ Fulbright-ზე რო არ დამაკმაყოფილეს ეს ისა რა ქვია განაცხადი კიდე ერთხელ შემომაპარა ბოლოს უკვე ცოტა ბულინგის ფორმა ქონდა, მაგრამ მეც რაღაცნაირად დავფიქრდი და მეთქი, კაი, ჯანდაბას შენი ხათრით MBA-ის პროგრამებსაც გადავხედავ მეთქი. და დავიწყე მოკლედ რაღაცა MBA-ის პროგრამების ძებნა და პარალელურად კიდე მისი რა ქვია, Tuning-ის scholarship-ის იმების კრიტერიუმების ნახვა დავიწყე. ხო და Tuning-ს აქვს ესეთი მოთხოვნა, რომ 1 წელი უნდა იყოს, 1 წლიანი უნდა იყოს ის პროგრამა, რაზეც მიდიხარ, ანუ ბრიტანეთში სწავლას გიფინანსებენ. იმაზე რა ქვია, სხვა პროგრამებზე, მათ შორის ამ მაგისტრატურაზე და უნდა იყოს 1 წლიანი. ამიტომ დავიწყე რაღაც 1 წლიანი ამ მაგისტრატურების research-ი. პარალელურად ისეთ ვარიანტებსაც ვნახულობდი, სადაც იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო, რომ რაღაცნაირად remote-ად მემუშავა. მოკლედ, რაღაც ძალიან ბევრ ვარიანტებს განვიხილავდი, ისე რომ შემოსავალი არ დამეკარგა და თან ის მაგისტრატურა გამეკეთებინა. რაღაცა რომშიც ვიპოვე, რაღაცა პროგრამა მომეწონა და დავუკავშირდი, მე ისინი მწერდნენ და მე სინავდი. იმიტომ არა ეწყო რა თქმა უნდა რაღაცნაირად ეხა რომ იმაში რა ქვია, რომში იყო თუ მილანში იყო თან. ხო და მილანი დიდად არ მეყვარს. თან ძალიან პრეტენზიული რო გიჟდები. ხო და
მოკლედ დავიწყე ამ პროგრამების ძიება და მივაგენი ერთ-ერთ უნივერსიტეტს, რომელშიც ამჟამად ვსწავლობ. ეს არის Warwick-ის უნივერსიტეტი. ბრიტანეთში, ქალაქ Coventry-ში და მაშინ ვიპოვე მოკლედ მათი ერთწლიანი მაგისტრატურის MBA-ის პროგრამა, რომელიც ძალიან მომეწონა, როცა აღწერა ვნახე, ძალიან საინტერესო პროგრამა ჰქონდათ და ისიც რა ქვია ლექტორებიც ზოგადად გამოხმაურებები, მოკლედ ყველაფერი ძალიან მომეწონა. მეორე იყო კიდე ლიდსის უნივერსიტეტი და იმათაც ერთწლიანი ჰქონდათ და იქაც მომეწონა პროგრამა და მოკლედ ეს ორი უნივერსიტეტი შევარჩიე ამ ჩივნინგისთვის. ხო და იმისთვის რომ მოკლედ ეს ჩივნინგი იმასთან რა ქვია თან დაგიფინანსონ უნდა თან ჩარიცხული იყო ამ უნივერსიტეტებში შესაბამისად მოკლედ პარალელურად ამ იმას რა ქვია ეს Fulbright-ის აპლიკაცია გადავასხვაფერე MBA-ის მოვარგე და უკვე ჩივნინგის მოთხოვნებს და პარალელურად იმ აპლიკაციებსაც ავსებდი უნივერსიტეტის რა ანუ ეხლა რო ვიხსენებს რამდენი რაღაცა გავაკეთე ერთი წლის განმავლობაში ან ძალიან ეს იყო თან პარალელურად აქ რაღაცა ქვეყანა თავზე გვენგრეოდა მე რაღაც აღშენებლობაზე და მომავალზე ვფიქრობდი თან აქციებზე დავუბრუნდი და თან იმებს რა ქვია განაცხადებს ავსებდი ხო და შევავსე მოკლედ ეს ორივე უნივერსიტეტი ორივეგან მიმიღეს რაც ძალიან სასიხარულო იყო მაგრამ ჩივნინგმა მითხრა ნახვამდისო იმიტომ რომ მე მგონი დიდად ესე რაღაცა ბიზნეს იმებს ამბიციებს არ აკმაყოფილებენ ახლა შენ იქ რაღაცა ხალხის ის გინდა რა ქვია მენეჯმენტი და რაღაცები უფრო რაღაც მეცნიერულ ну ცოტა ალბათ თავსაც ვიმშვიდებ ამითი მაგრამ მე მგონია რომ ეგრე ყველა სკოლაში ფები ეგრეა ძირითადად პრიორიტეტი არის ხოლმე სოციალურ მეცნიერებებზე. ხო, მეც არ მახსოვს რომ იმისთვის MBA საქმეებზე და არა ფულის კეთებას. ხო, და მეც არ მახსოვს იმისთვის MBA დაეფინანსებინათ, ამიტომ მოკლედ ეს იყო რა ქვია, დიდი იმედებსაც არ ვამყარებდი, ეს არის, ну, რა თქმა უნდა მეწყინა. თან რაღაცნაირად მეგონა რომ ამ წლების განმავლობაში ამ rejection-ებს მიჩვეული ვიქნებოდი იმ მხრივ რომ არ იქნებოდა მაგხელა გავლენა რა, იმიტომ რომ უკვე რაღაცა თერაპია გამოვლილი 30 გადაცილებული frontal lobe განვითარებული ადამიანი ვარ, მაგრამ აი იმ მომენტში ეს უარი რომ მოგდის, მაინც ძალიან ის არის. ძალიან ტეხავს კი. ხო. თან მით უმეტეს შენ წინა იმიდან ეპიზოდიდან შენ კი იცი ეგ ამბავი ხო და მაგრამ მაინც მოკლედ ისეთ შემართებით ვიყავი რომ უეჭველი მინდოდა რაღაცნაირად მოკლედ მეგონა რომ ეს იყო ის დრო როცა უნდა გამეკეთებინა ეს ჩემს ცხოვრებაში სწორი მომენტი რაღაცნაირად ფანჯარა ყველა მხრივ რაღაც კარიერული განვითარების ასაკის იმისი ამისი სიტუაციის ოღონდ არა იმისი რა ქვია ზოგადი პლანეტარული და ლოკალური მასშტაბით მდგომარეობის გათვალისწინებით არა, მაგრამ ინდივიდუალური იმებით, რა ქვია, საზომებით. ხო და მოკლედ ორივე უნივერსიტეტში ხო მიმიღეს ძალიან კარგი გასაუბრებები მქონდა, ორივე ძალიან მომეწონა, რაღაცნაირი ორივე ძალიან თბილი და კარგი ის იყო. პარალელურად კიდე ერასმუსს განვიხილავდი და იქ გასაუბრება, იქაც გავიარე გასაუბრება, უფრო სწორად პრეგასაუბრება სანამ აპლიკაციას შევავსებდი, რომ გამეგო როგორი უნივერსიტეტი იყო და ცოტა რაღაცა არ მომეწონა, მეგონი ზედმეტად ჩრდილო იმითი რა ქვია მენტალიტეტის და ტემპერამენტის ის იყო გასაუბრება იყო და რაღაცნაირად ვერ ვიგძენი რომ ჩემი ადგილი იქნებოდა იქ. თუმცა თვითონ პროგრამა ძალიან კარგი აქვს ამ ერასმუს და მანდაც რაღაცა ვარიანტებს განვიხილავდი რომ როგორ გადავდივარ ნიდერლანდებში სასწავლებლად თანსამსახურით პოულობ ან მაგისტრატურას ვაკეთებ აქ კრედიტებს ვფარავ. არ ვიცი ეს როგორ ხდებოდა, მაგრამ მეთქი მოდი პოზიტიური იმით ვიქნები რა ქვია განწყობით თქო. ხო და მოკლედ არ მომწეს ეს სკოლარშიპი და დავიწყე ალტერნატიული რაღაცა გზების ძებნა და ერთ-ერთი ალტერნატივა იყო ამ რისერჩის პროცესში ვნახე რომ ამ ჩემს უნივერსიტეტს ჰქონდა ონლაინ MBA-ის ვარიანტი. ხო და ონლაინ MBA იყო აი ყველაზე ბოლო რასაც განვიხილავდი, იმიტომ რომ
ზოგადად MBA-ის მთელი არსი არის ის, რომ networking-ო შენნაირ ადამიანებს, ახალი კონტაქტები გაიცნო, ცოდნის მიღების გარდა, რაღაც ახალი გამოცდილებები, მათი გამოცდილების გაზიარება და ეს მთელი ურთიერთობები არის ძალიან დიდი ნაწილი MBA-ის და ეს ფაქტიურად ახლა მოშორდებოდა და აი რაღაც ონლაინ კურსზე უნდა მჯდარიყავი ლეპტოპთან და ძალიან არ მომწონდა მოკლედ ეგ პერსპექტივა. თუმცა ნუ ალტერნატივად განვიხილავდი და ამიტომ დავიწყე უფრო ღრმად გამოძიება როგორი იყო ამათი ისა რა ქვია ონლაინ MBA-ის პროგრამა. ანუ ეს MBA ოღონდ რო დავაკონკრეტოთ executive MBA-ია თუ ჩვეულებრივი MBA-ია? რახან ონლაინ არის, რას ნიშნავს? არა, executive არის კი. executive-ია ხო? მაგრამ global პარალელურად. კი. ხო და ერთ-ერთი სხვადასხვა კითხვა ეგ იყო, როცა apply გავაკეთე იმ ერთწლიან MBA-ზე, რომელიც ასაკობრივი ჯგუფი გაცილებით უფრო ის არის დაბალი ასაკის. ეგ მკითხეს, რომ ისო executive-ისთვის გაქვსო გამოცდილება და ყველაფერიო და რატო აკეთებოდი? მეთქი ღარიბი ქვეყნის შვილი ვარ. და მეთქი scholarship-ისთვის მჭირდება და ერთწლიანი პროგრამა არის თქო და ხო და რო მოკლედ დავიწყე ამ ონლაინის ის რა ქვია უკეთესად გამოკვლევა და ერთი მოკლედ რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქვს ამ ონლაინ MBA-ს არის რომ სავალდებულო პირისპირ მოდულები არის რომლებიც აუცილებლად იმისთვის რომ დაასრულო ეს MBA აუცილებლად უნდა გაიარო პირისპირ ეს მოდულები და იქ რაღაცა გადავადების ვარიანტებიც არის და რაღაცები ხო და ეს ყველაფერი მოკლედ შევისწავლე კარგად მე სხვაებსაც ვკითხე ვიღაცების სწავლობდნენ ჩვენ სანაცნობოში ონლაინ MBA-ზე იმათ ვკითხე მათი გამოცდილება სხვა განაღონ იმათ ვკითხე საკუთარი გამოცდილებაზე და უიო საერთოდ არ ვიციო ვინ არიანო ჩემი კურსელებიო ძალიან გულზე შემომეყარა ეს კი ხა თან ანუ უკვე მანდ გადაწყდა რომ ჩემით უნდა იმას მექნა self funded უნდა ყოფილიყო რა სხვანაირად უკვე ანუ ვერც ერთ scholarships ვერ ავიღებდი და ნუ რადგან ონლაინ იყო უფრო მეტი შანსი იყო რომ თან უკვე მე დავრჩენილიყავი სახლში თან მემუშავა და თან მესწავლა რაც თავიდან ძალიან რთულად წარმომედგინა მაგრამ რადგან რაღაც შემართებით ვიყავი მეთქი უნდა გავაკეთო წელს ხო და ამ ონლაინ იმაში რა ქვია პროგრამაში რაც ვნახე მოკლედ ძალიან მომეწონა ხო ეს ის პირისპირ ისინი იყო მე ველაპარაკე ამ ვინც არიან admission office-ი ვკითხე თუ შეიძლებოდა საბუთების გადატანა ისე რომ თავიდან apply არ გამეკეთებინა ვინაიდან უკვე იმ full time-ზე მივიყავი რა ქვია ჩარიცხული და მე რა დავესწარე სხვადასხვა იმებს პრეზენტაციებს, სადაც ეს კურსდამთავრებულები ლაპარაკობდნენ, გამოცდილებას აზიარებდნენ, ყვებოდნენ, ონლაინ ვიკითხე ძალიან ბევრი, მოკლედ იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ის არის, რაც მინდა. და ესა რა ქვია, ამის მერე მოკლედ გადავწყვიტე, რომ აღარ თავიდან იმის რა ქვია, პირისპირ კი არა, ანუ რა ქვია მაგას ხო პირისპირ MBA-ის შემთხვევაში შემდეგ წლიდან ვაპირებდი რომ დამეწყო რა ანუ რაღაცა მეთქი წელს დავალაგებ ყველაფერს კატებს მოვიფიქრებ ვის დავუტოვო და რაღაც ხო ცოტა ფულიც იქნებ დავაგროვო რაღაცებს მოკლედ დავგეგმო და მეთქი იანვრიდან დავიწყებ თქო და ეს პროგრამა წლის დასაწყისში რომ დავიწყე ამ იმების რა ქვია იმების გაგზავნა იწყებოდა პირდაპირ ივნისში. ხო და მეთქი რაღაც დაველოდო ამ ყველაფერს თქო, ანუ შარშან ივნისში და მოდი მეთქი პირდაპირ ივნისის კოჰორტში მას ვიზამ თქო რა ქვია. დავაეპლაიებ თქო, თუ გამოვა, ბარემ დროზე დავიწყებ და ამ 6 თვესაც არ დავკარგავ მეთქი. ხო და მოკლედ ესე მივედი ამ MBA-ის გადაწყვეტილებამდე.
რომელსაც ძალიან დიდხანს ვარ ისერჩებდი და მაშებოდი რა ქვია, ვიკოლებდი. ძალიან ხო შენ მახსოვს მართლა ძალიან ბევრი დრო დახარჯე და მე აღარ მახსოვს მეგონი მეც ძალიან ბევრი დრო დავხარჯე თავის დროზე სანამ ვიპოვე მილიონ რაღაცაზე დავაეპლაიე ოღონ თავის დროზე მეც ყველა სკოლარშიპზე და ყველაფერზე უარი მომივიდა მეც რა თქმა უნდა უნივერსიტეტები ყველა ძალიან ბედნიერად გააქცეპტა არ ვიცი რა უნდა იყო რო არ აგიყვანო იმიტომ რომ უნივერსიტეტები დღესდღეობით არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ოღონდ მოკიდონ ეს თავისი კურსი და არ ვიცი ჩემ კურსზე ისეთი ხალხი სწავლობდა რომ რავი აი მართლა ინგლისურს ორ ენას ორ სიტყვას ვერ აბავდნენ ერთმანეთს და აი არანაირი გამოცდილებით არც ინგლისურით არაფრით და ისინი თუ აიყვანეს ხო წარმოგიდგენდი ანუ რამდენად დაბალი სტანდარტი აქვთ უმეტესობას ახლა ყველას არა რა თქმა უნდა ასე რომ უნივერსიტეტები ის არის ძალიან ბიზნესია მაგრამ ცოტა ის მქონდა მე იმედგაცრუება მქონდა სიმართლე ვიტყვი ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა თავიდან მეგონა რომ მართლა არჩევდნენ მით უმეტეს MBA-ს და Executive MBA-ზე არ ვიცი ხა როგორ ხდება მასტერებზე ცოტა ნაკლებად კიდე რა ანუ არანაირი არჩევის ის არ აქვთ კრიტერიუმი რა ყველას იღებდნენ ფაქტობრივად და მაგითი იმედგაცრუებული ვიყავი იმიტომ რომ თავიდან მე მიხაროდა რომ ვაუ მიმიღეს აუ რა მაგარი ვარ მიმიღეს იქაც მიმიღეს აქაც მიმიღეს ანუ ყველგან სადაც დავაეპლაიე მიმიღეს რა და მეგონა რომ ეს big deal იყო და რომ ნახე ვისთან ერთად ვსწავლობდი მე მივხვდი რომ არაფერი big deal არ იყო რომ მიმიღეს ხო და მაგითი მოკლედ იმედგაცრუებული ვიყავი ეს მინდოდა გამეზიარებინა ხო და შენს MBA-ს რაც შეეხება ხო მსმენელებს უნდა მოვახსენოთ რომ მე საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ წამოწყების მიმართ იმიტომ რომ ზოგადად აი სწავლის მე სხვა მიზეზებით წავედი სასწავლებლად იმიტომ რომ მეც რა თქმა უნდა მინდოდა რომ მქონოდა მაგისტრატურა ყოველთვის მინდოდა რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ მაგისტრატურისთვის და რაღაც აი მათ დესერტად ვინახავდი ასე ვთქვათ ამ მომენტს როდესაც ჩემ თავისუფლებას მივცემდი რომ ეს ბრეიკი გამეკეთებინა და მქონდა მაგისი პრივილეგია და ძალიან გამიმართლა მაგაში რომ შევძელი რომ ერთი წელი არ მემუშავა და წავსულიყავი და ეს გამოცდილება მიმეღო და ჩემთვის ეს მართლა იყო გამოცდილება ბევრად უფრო ვიდრე სწავლა მინდა ანუ რეალურად სწავლაზე მაგისი ცოტა არ მჯერა რა სწავლის არ მჯერა უნივერსიტეტებში ან თუ გინდა სწავლა ალბათ სხვანაირად ისწავლი უნივერსიტეტი არის დიპლომისთვის და ნეტვორკინგისთვის და მაგ გამოცდილებისთვის რა იდეაში რაღაცები გამახსენდა მეც ISM-ში რაც მქონდა ნასწავლი 10 წლის წინ გამახსენდა რაღაცები და სხვანაირად შევხედე და ძალიან საინტერესო იყო სწავლის პროცესიც ნეტვორკინგი ნული იმიტომ რომ ყველა ბავშვები იყვნენ ფაქტობრივად და ძალიან ცოტა გამოცდილება ჰქონდათ და არანაირი ბენეფიტი არ მქონდა ნეტვორკინგის მათთან გარდა იმისა რომ რამდენიმე მეგობარი შევიძინე მაგრამ აი გამოცდილება ჩემთვის იყო საზღვარგარეთ სხვა ქვეყანაში ცხოვრების ერთი წელი ანუ ჩემი პრიორიტეტი ეგ იყო ბევრად უფრო მეტად ვიდრე სწავლა შეგან განსხვავებით ამიტომ მე მაგ პრიზმიდან ვუყურებდი რომ თუ მიდიხარ მაშინ უნდა წახვიდე თუ სწავლობ იმისთვის სწავლობ რომ მოკლედ წახვიდე საზღვარგარეთ და იცხოვრო და რეალურად ეგ არის მთელი ბენეფიტი რა ხო და შენ უფრო მართლა სწავლაზე იყავი მოტივირებული და ეგ ძალიან გამიკვირდა თავის დროზე და აქამდე მიკვირს რომ ბუღალტერიას და რაღაცებს უზიხარ და მეცადინებ ხო და ანუ ხო ეხა ეგ ნაწილი არის ძალიან საინტერესო კი ანუ მოკლედ ზოგადად 16 წლის რო ხარ და რაღაცას იწყებ და ან თან რაღაცა ბიზნესის სამყაროში გადაგაგდებენ და არანაირი რეალობასთან ისეთი შეხება არ გაქვს ეს ყველაფერი სად შეიძლება გამოიყენო და რაღაცები ძალიან აბსტრაქტულია რა ანუ მიუხედავად იმისა რომ ის პროგრამაც თავის დროზე ISM-ში როგორ ჩავაბარეთ მე თვითონ ავარჩი არავის არაფერი არ დაუძლებია და დღემდე კმაყოფილიც ვარ უბრალოდ მე არ ვიყავი ასაკობრივად და ყველანაირად და რაღაც იმითი მზად იმისთვის რაც იქ დამხვდა და ცოტა სხვანაირად ალბათ უნდა
ამზადებდეთ ბავშვებს მაგ პროცესისთვის და პლუს საქართველოში არ არსებობს ის მომენტი, სადაც ცოტა დროს აძლევ შენ თავს, სადაც შეგიძლია რომ არ ისწავლო, არ იმუშაო, არაფერი არ აკეთო, არ ვიცი, ეგეთ პრივილეგირებული ირგვლივ ძალიან არ მახსენდება ვინ რო ყოდეს. ევროპაშიც არავინ არ არის ეგრე, ყველა ეგრევე აბარებს, აბსოლუტურად ყველა, ვისაც შეუძლია რა, ვინც ახერხებს რომ ჩააბაროს, ყველა ეგრევე აბარებს უნივერსიტეტში. მოდი ეხლა ცოტა ხანი მიმტანად ვიმუშავებ, აი ეგეთი რაღაცა არ ვიცი, მე ამ 8 წელი აქ ვცხოვრობ და არც ხო, მე მგონი უფრო ამერიკული თემა არის. ამერიკულია ხო, მარტო რომ იქ სხვანაირად არის, მაინც თავის თავს უხდიან ძირითადად ასევე ამ თვითონ იფინანსებენ უნივერსიტეტებს და ცოტა სხვანაირი დინამიკა აქვს, ძირითადად ყველა მშობლები უფინანსებს. თან ის არის რა ქვია და აი რაც დიდი მნიშვნელობა იყოს სწავლის განსხვავებებზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ მე ჩემი პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ და აი მაგ რაღაცებს შენზე ლაპარაკობდი ჩემი ჭრილიდან იმას ვიზამ მოუყვები. ის კი ხო ბარბი ძალიან სკეპტიკური იყო, განსაკუთრებით რო გაიგო რომ თვით დაფინანსებას ვაპირებდი და უსაშუალო კრედიტი გავაკეთე იმისთვის რომ და ყველაზე უნები ხოლმე რომ თვით დაფინანსებით ვაკეთებ და ან ყველაზე კარგი, ან ყველაზე ცუდი ფინანსური გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალურად ანუ გააზრებული მქონდა და ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობდით ხოლმე მე და ბარბი, როცა მეკითხებოდა რომ რატომ გინდა და რეალურად რა არის მიზანი, ანუ წასვლა არის თუ სწავლა არის და მაგ განხილვებმა მეგობრებში ძალიან დამეხმარა რომ ჩემთვის ჩამომეყალიბებინა ზუსტად რას ვეძებდი და რა მინდოდა და მაქედან დავიწყე გააზრება იმისა რომ პროგრამა ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანი იყო და აუცილებლად უნდა მომწონებოდა ის რაზეც იმას ვიზამდი ჩავაბარებდი იმიტომ რომ ამაში დროს თუ დავხარჯავდი უნდა ყოფილიყო რაღაცა რითიც შთაგონებული ვარ და ეგეთ რაღაცებს ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ რომ გზად ძალიან მალე შეიძლება რომ ინტერესი დავკარგო ანუ რაღაცებს კი მივაჩანჩალებ ბოლომდე მაგრამ აი ძალიან დიდ ძალისხმევად დამიჯდება და მინდოდა რომ ეს ძალის ხმევა ყოფილიყო მინიმუმამდე დაყვანილი და ყოფილიყო ჩემს ენთუზიაზმზე, იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა აი შენ ეგ გახსოვს უნივერსიტეტის პერიოდში რაღაც 2 წლის მერე ძალიან დავკარგე ინტერესი და უკვე აი ესე ვიყავ რაღაცნაირად თითქოს ისეთ სხვა რაღაცა აღმოჩნდა რასაც ველოდი პლუს ბევრი რაღაცები ერთვება იქ თინეიჯერი ხარ ეს რაღაცა თინეიჯერული შენი ესენი ნებათა ღელვები და ფიქრები და რაღაცეები და მოკლედ საკმაოდ ის ვიყავი არეული და ჩამოუყალიბებელი მაშინ მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე მივიტანე ეს ყველაფერი და ეხლა საერთოდ არ ვნანობ ანუ გონია რომ ძალიან სწორ გზაზე ვიყავი და ის არ არის რაღაცა ამოვარდნი ამიტომ რომ ჩვენ გვყავს მაგალითები ახლა ვიღაცების ჩვენი კურსელებისგან ანუ დაბალ კურსელებისგან რომლებმაც რაღაცა მაგალითად მშობლების გამო ჩააბარეს და მე საერთოდ სხვა მიმართულებით დაიწყეს მუშაობა, ცხოვრება და საერთოდ მოწყვეტილი არიან რაღაცა ბიზნეს სამყაროს ასე რომ ვთქვათ. ხო და ეგ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩემთვის და ამიტომ მაგის გააზრება დამეხმარა იმაში რომ ამ ონლაინში დამეწყო ძებნა ისეთი რაღაცის რაც ამ ჩემს ინტერესებს მოერგებოდა. თვითონ სასწავლო პროცესი ალბათ მაინც ხო იქიდან გამომდინარე ეგზეკუტივი არის და ჩემზე უფროსები ანუ ჩემზე პატარებიც არიან რამდენიმე წლით მაგრამ ძირითადად ყველა 30 მინიმუმ 30 გადაცილებულია ვიღაცები საერთოდ ჩემზე უფროსები არიან საკმაოდ ყველას ოჯახები ყავს მე არ ვიცი საერთოდ როგორ ახერხებენ ქალები განსაკუთრებით რომლებსაც ბავშვები სამსახური full time აქვს ამ პროგრამაზე კიდე სწავლას და ანუ თან კარგად. ანუ ძალიან შთაგონებული ვარ და რაც მეც საკეთებ. საფრანგეთში ეგეთი გამოთქმა არსებობს. რაც მეც საკეთებ, რაც ნაკლებს საკეთებ და ეს ანუ მგონია რომ ძალიან სწორი, ანუ ის არის. ხო, კი, არის მაგაში ლოგიკა, მაგრამ აქ ფიზიკურად იმაზე რომ უბრალოდ დღეღამეში მეტი დრო არ არის.
აი, მაგას როგორ წელავენ, არ ვიცი, მაგრამ ნუ ძალიან შთაგონებული ვარ მაგითი. თვითონ სასწავლო პროგრამა ძალიან საინტერესოა და ზუსტად აი ეს ელემენტები, რის გამოც არ მინდოდა MBA-ის გაკეთება, რომელიც აი რაღაცა მანქანის ჭანჭიკად არ მინდოდა მორიგი ჭანჭიკი რო ყოფილიყავი რა, ამ რაღაცა დიდ მაშინ რა ქვია კორპორატიულ სამყაროში, ზუსტად მაგას ეხება და ძალიან კარგად აწყობილი პროგრამა არის და ზოგადად მოკლედ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბიზნეს სამყაროში ბევრი რაღაცები იცვლება და ზოგადად კაპიტალიზმის გადახედვა ხდება, როგორც მუშაობს რა, ანუ ბევრი რაღაცები არის, რაც არ გაამართლა, იმიტომ რომ რეალურად ფურცელზე რაც წერია და რაც გადასარევად ჟღერს, მერე რეალობაში ესეთი არ არის სამწუხაროდ. და როგორც ხედავთ, რავი, ანუ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც რაღაც კლასიკურად კაპიტალისტური წყობა არის, გადასარევი ცხოვრების პირობები მაინც არ აქვს ყველას რა. შესაბამისად, ბევრი რაღაცების გადახედვა ხდება და აი მაგაზე ვფიქრობდი ხოლმე, რომ მეთქი მე, ანუ თან არ მინდა რომ ამ სისტემის ნაწილი ვიყო, მაგრამ თან მომწონს თვითონ ბიზნესი როგორც ასეთი რა, მთელი ეს პროცესები, რაღაცების აწყობა, პროდუქტების დალონჩვა, არ ვიცი, მომხმარებელზე მორგება და აი ბევრი მოკლედ ყველა ასპექტი რაც არის რა, იმაში რა ქვია, ჯაჭვში ყველა ძალიან მაინტერესებს, ხო და მეთქი აი თან ამ სისტემის ნაწილი არ მინდა ვიყო, მაგრამ ეს ცალკეული პროცესი მომწონს და მეთქი რანაირად ჯდება ეს ჩემს სოფხედულობაშიც კი არა, ჩემს რაღაცა სურვილებში, რომ ეს ისა რა ქვია, MBA გავაკეთოთ ხო და მე რეალურად მივხვდი, რომ თუ ჩემნაირი ადამიანები, რომლებსაც სისტემა ძალიან ამბიციურად ჟღერს ახლა ეს, მაგრამ იქნება ინვესტიციის შთამაგონებელიც იყოს. თუ ისეთი ადამიანები, როგორც მე, რომლებსაც თვითონ ბიზნესი და სფერო და ეს ყველაფერი მოწონთ, მაგრამ სისტემა არ მოწონთ, რომელშიც ფუნქციონირებს ბიზნესი. თუ ჩემნაირი ადამიანები არ ჩაერთვებიან ამ ყველაფერში, ხო არაფერი არ შეიცვლება. ხო და ამიტომ ვიფიქრე, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა თუ ჩემნაირი ადამიანები, ვისაც რაღაცების შეცვლის სურვილი აქვთ, ზუსტადაც რომ პირდაპირ იმ სამყაროში უფრო მეტად ჩაერთვებოდნენ რა. ხო და ზუსტად მე ამაზე პასუხი მივიღე თვითონ ამ პროგრამის იმაში როგორც არის აწყობილი და ყველაფერი რასაც გასწავლიან როგორ არის აწყობილი ამ იმაზე რა ქვია sustainability-ზე ანუ რა ქართულად როგორ თორემ sustainability ან ყველა ჯაჭვი რო ისე მუშაობს რა მყოფადო, არა. არ sustainability-ზე რა. sustainability-ზე იმაზე რა ქვია, თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნაზე, ადამიანის რაღაცა ფსიქოლოგიაზე, როგორ მენეჯმენტზე და ლიდერშიპზე და როგორია კარგი ლიდერი, როგორია სწორი მენეჯმენტი, როგორ დანერგო ცვლილებები, როგორ უნდა მიუდგე გუნდებს, როგორია გუნდში მუშაობა, აი ეს ყველაფერი, რაც ისედაც მაინტერესებდა, ძალიან კარგად არის პროგრამაში გადმოტანილი რა. და ზუსტად მაგაზე არის აქცენტი, ანუ ყველაფერზე არის, მაგალითად, რაღაც კრიტიკული მსჯელობა, რომ აი არსებობს ეს ჰიპოთეზა და ესეთი მიდგომა, არსებობს ესეთი მიდგომა, ორივე მხარეს რო გაჩვენებენ და მე მსჯელობთ ერთმანეთში და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაც ხელს უწყობს, რომ ერთმანეთთან იკონტაქტო არის, რომ ონლაინ სადაც არის ეს ისა რა ქვია მოდულები, სადაც კითხულობ ამ დავალებებს, ქვევით აქ ფორუმივით რა, სადაც სავალდებულო ისინია განხილვის ველები. და იქ ძალიან ბევრი თავის გამოცდილებას აზიარებენ ადამიანები და მინდა გითხრა, რომ ეგეთი კარგი ალბათ ფიზიკურადაც კი არ იქნებოდა, იმიტომ რომ აი წერილობით ხედავ ყველას ვიღაცა ბანკინგიდან არის, ვიღაცა რაღაცა მანქანათმშენებლობიდან არის, ვიღაცა ჯანდაცვიდან არის, თან სოფლიოს ყველა ქვეყნიდან, აი ისეთ ქვეყნებიდან, რომელიც რაღაც პირისპირ შეხვედრებზე რო უთქვამთ ხოლმე რაღაცა გიტყდება ცოტა რომ არ გახსოვს გეოგრაფიაში ისწავლეთ თუ არა ეს ქვეყანა. რომ ფიქრობ რომ აიმე ეს რომელი არის, მან რა ხდება. ხო და ეს ყველაფერი ხდება, ანუ ძალიან ისეა კონდენსირებული ერთ იმას სივრცეში და ძალიან ბევრ სხვადასხვანაირ
მოსაზრებას და რაღაცას იმას იგებ რა და ზუსტად ეგ ძალიან მომწონს და შეიძლება ითქვას რომ პირისპირ იმაზეც კი უფრო მნიშვნელოვანია თან ცოტა რა არის იცი ეს რაღაცნაირად სულ რო არ ნახულობთ ერთმანეთს და წელიწადში ერთი კვირა არის სადაც ეს ფანჯარა გაქვთ სადაც პირისპირ ერთმანეთზე კონტაქტებით ძალიან რაღაცნაირად კეთილგანწყობას გიქმნის რა ანუ თუ იქ რაღაცა 6 თვე რო ემუშავები ვიღაცას რო დადიხართ კამპუსზე ერთად სულ რაღაცა შეიძლება იყოს რა ან კონფლიქტი ან რაღაცა მე იქ რაღაცა აღმოჩნდა აქ ვინაიდან ყველა მისის რომ ეს ერთი კვირა გაქვს არ ხარ მოტივირებული იმაზე რომ ვიღაცებთან საქმეები არჩიო რა ნუ არ ვიცი რატომ არჩიო მაგრამ ზოგადად ხდება ეხა რაღაცები შეიძლება იმის რა ქვია ერთი წლის მანძილზე როცა ერთმანეთთან სწავლობთ ვიღაცას რაღაცები არ მოგეწონოს მით უმეტეს რავი მე ზოგადად იცი ჯაჯი ადამიანი ვარ ხო და ამიტომ აი მთელი ეს ერთი კვირა არის რაღაცნაირი ძალიან იმაზე ფოკუსირებული რა ერთმანეთთან კონტაქტზე, ინფორმაციების ერთმანეთის რაღაცების გაზიარებაზე, მოყოლაზე, რაღაცებზე და გარდა იმისი რა ქვია პირისპირ შეხვედრებისა არის კიდე ჯგუფური დავალებები, რომელიც ასევე სავალდებულოა და ონლაინ ერთმანეთთან ჯგუფში მუშაობთ რა და მე ამ ხალხს ჯგუფში რო იცნო ჩემი ჯოჯოხეთი ვერავინ ვერ იტანს, ანუ აი ისე წლის დასასრულს უკვე ცოტა მეც მომბეს და ოღონდ იმიტომ არა რომ ჯგუფური დავალებები არ მიყვარს. იმათი ბრალია, ვინც პასიური მონაწილეები იყვნენ. მაგათ გამო ვერ ვიტან, თორე ყველა ჩემნაირი რო იყოს ძალიან მომეწონებოდა. ხო და იცი რა არის, ანუ 5 ადამიანიდან მაგალითად 4 თუ in არის, ან даже 3, I'm fine with it რა. და ჯამში მაგ ჯგუფურმა დავალებებმა თან დაგვაახლოვა რა ერთმანეთთან და მე ეს რა ქვია პირისპირ რო ხვდებით ერთმანეთს მე რაღაც უკვე ისა ხართ ერთმანეთთან გაშინაურებული ხო და პირველი პირისპირ შეხვედრა გქონდა ანუ ივნისში სწავლა რო დავიწყეთ სექტემბერში იყო და თან ძალიან კარგად დაემთხვა რომ ივნისში სწავლას რო ვიწყებდი რაღაც 3 კვირადადრე ფეხი მომიტეხე პირდაპირ შევცურე ონლაინ გაკვეთილებზე იმითი რა ქვია ცოტა სხვათვის ცოტა მე მგონი მაგან გამიადულა ის რომ ის იყო რა ქვია ბიბლიოთეკაზე ვიყავი და ცოტა მეტი დრო შემეძლო რომ ამ ონბორდინგისთვის დამეთმა ამ იმაში რა ქვია სწავლაში ხო და მე მოკლედ სექტემბერში მქონდა ეს პირველი პირისპირი და მეორე პირისპირი ეხლა მქონდა ზუსტად აპრილში და ეხლა ხანს დაუბრუნდა მაგიტოვა რომ რაღაც ისევ შთაგონებული და მინდა ამაზე ყველაფერზე მოყოლა და უკვე აი ძალიან შეკრულად აი უკვე ერთმანეთს რო იცნობთ რა ონლაინაც რო ბევრი გიურთიერთიათ და უკვე რაღაცა ერთად დალევა და რაღაცებზე ხუმრობა და ერთმანეთთან რაღაც ისა რა ქვია ისეთი მეგობრული ბენთერი და მთელებები და ძალიან კარგი მოგონებებით მოდიხარ. ხო და ჯამში მოკლედ მინდა გითხრა რომ ამ იმაზე ყველაფრის გათვალისწინებით გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი ფული შევიდე და ძვირია, იმიტომ რომ თან მე ეს ჩასვლებიცეც ხო ფული უნდა გადაიხადო, პლუს ვიზა ფული ჯდება, ამ ვიზისთვის მეების მომზადება ძალიან ტვინის ბორღვა არის. მაგრამ ჯამში მოკლედ თუ აი მიზანი ეგ არ არის რომ სადღაც იცხოვრო და ეგ ახალი გამოცდილება გქონდეს და ის ნეტვორკინგი და რაღაც სხვა მოტივაციები გაქვს ძალიან საინტერესოა ონლაინ აი ხა არ ვიცი სხვა უნივერსიტეტებს როგორ არის ამ კონკრეტულად ამ უნივერსიტეტის ეს პროგრამა ძალიან მომწონს როგორც არის აწყობილი და სხვათა შორის სამეულში არის იმის მე მგონი სოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ონლაინ MBA-ებს შორის და ზუსტად მაგიტომ რომ ძალიან მოტივირებული არიან თვითონაც ამ იმაზე და საინტერესო რა არის იცი რა მომწონს რომ ამდენ მართლა diversity-ს კულტურულს და ყველანაირს ანუ ფიზიკური სწავლისას ვერ ნახავ მაინც რა აი რომ ეხლა შენ რამდენად მაგრამ შენ ინგლისურენოვან ჯგუფში იყავი ხო მე მგონი კი და მაგიტო ხო მაგრამ აი ინგლისურენოვან ქვეყნებში ალბათ ეხლა და მით უმეტეს რაღაც ბრიტანეთში მარტივი არ იქნება ეს სწავლის პროცესი და არ მგონია რომ ამხელა
ის იყოს variety იმეების რა ქვია მაგას არ ვიცი ქვეყნებიდან სტუდენტების და მაგ მხრივ ძალიან საინტერესო არის ისეთ აი უკვე რომ რაღაც ისეთ შეგრძნება რომ ყველგან ჩაგესვლება აი ყველგან ვიღაცა ყავს ვისაც შეგიძლია რომ დაეკონტაქტო და ან რაღაცა ინფორმაცია აი მაგ მხრივ ძალიან მომეწონა ამ პროგრამის აი ეს გლობალურობა მაგრამ მართლა გლობალური რო არის და მართლა დაივერსი რო არის და ხალხიც ძალიან მოტივირებული არის რა იქიდან გამომდინარე რომ ცხოვრებაში ცოტა გვიან აკეთებ ამას მოტივიც სხვა გაქვს და რაღაცა არავინ რაღაც ის არ არის რა რომ აი ხლა მე აუცილებლად უნდა ვისწავლო და დაძალებული იცი რომ რისთვის აკეთებ ამას და მოტივირებული უფრო არიან და სხვანაირად იმას ქენლექვია ამაზე ორიენტირებული და გამოცდილებებით ძალიან საინტერესო აქვს რომლის გაზიარებაც ცალკე ის არის რა აი ეს აი ამ face to face-ების დროს ერთმანეთთან ლაპარაკი და რაღაცა და აი იმის მიხვედრა რომ რა ვიცი შენ და ვიღაცას მსოფლიოს მეორე ბოლოდან ერთნაირი რაღაცა შეიძლება ან ცუდი მენეჯმენტი რომ პერუშიც ცუდი მენეჯმენტია და საქართველოშიც მაგალითად აი ეგ რაღაცები ძალიან ისა რა ქვია კარგი გამოცდილებაა რა რამდენი ხანი დაგრჩა ანუ ერთწლიანი იყო ივნისში უნდა დაამთავრო არა 2 წლიანია ეს ონლაინ ხო ონლაინი 2 წლიანია ანუ 1 წლიანი იყო ის მოისა face to face კი არა და რაც ქვია tuning-შიაც შედიოდა ეს არის 2 წლიანი სადაც ანუ 1 წელი არის fixed ისა მოდულები რომელსაც ყველა გადის მე elective მოდულები გაქვს ანუ ირჩევ რაღაცა მიმართულებებს და მე ბოლოს ან დისერტაცია უნდა გააკეთო ან ჯგუფური საკონსულტაციო პროექტი ორი ოპშენი გაქვს ხო და სადღაც მე მგონი მაინც 2 წელნახევარზე იწელება თავის graduation-იანად რა ესე გამოდის. Okay. და ანუ მაყოფილი ხარ, ანუ რას ნიშნავს გარდა იმისა, რომ გაიცანი ადამიანები, ვინც საინტერესოა. ცოდნის მხრივაც, ანუ აი რაღაც ისეთი ისწავლე, რაც ან არიცოდი, ან გამოგადგება შენ სამსახურში თუ აი რა ცოდნის მხრივაც ყველაფერი, ანუ მე მეშინოდა იმის, რომ რაც ისედაც მაგალითად ბაკალავრის პროგრამაზე მქონდა ნასწავლი, იგივე რაღაცები არ მესწავლა. ხო და იქიდან გამომდინარე რაღაცები რა თქმა უნდა იგივე ხელთ მარკეტინგს სწავლობ მაგალითად და რაღაცა მენეჯმენტს ოღონდ ცოტა სხვა კუთხით და operations მაგრამ არ ვიცი ძალიან კარგად შემუშავებული პროგრამა აქვს იმიტომ რომ მართლა elevated რაღაცეებია რა ანუ მაგალითად operations-ში კონკრეტულად პროცესის გარდა რაღაც თეორიულ ნაწილსაც სწავლობ, ზოგადად რა სიახლეებია, რა როგორი ცვლება, როგორ არის სხვადასხვა ინდუსტრიებში რა როგორ მუშაობს, აი ეგ ძალიან საინტერესო. მე იქიდან გამომდინარე სხვა ინდუსტრიებიდან არიან, ისინი აზიარებენ ამ თავის გამოცდილებებს და ყვებიან სად როგორ რა ხდება და აი ეგ არის მაგალითად ძალიან საინტერესო. იმაშიც რა ქვია, ფინანსებშიც ასევე უფრო elevated ან რაღაცა basic-ებს აღარ სწავლობ და უფრო იმებს სწავლობ, რა ქვია, თანამედროვე ბიზნესზე მორგებულ რაღაცა framework-ებს და კონცეპტებს, იმაშიც accounting-ში, ბუღალტერიაში მაგალითად, ისევ ბუღალტერიას კი არ სწავლობ. ძალიან ანუ ჩემთან გასაოცრად. ანუ ფინანსები ისევ არ შემეძლო, მე არ შემიძლია რაღაცნაირი ძალიან რაღაცნაირია, აი ინვესტმენტები ოკეი, მაგრამ აი მთელი როგორც მოდული სწავლა, ცოტა ალბათ შეიძლება იმაზეც არის ლექტორებზე დამოკიდებული, მაგრამ რავი ლექტორი, ანუ კარგი ლექტორი ყავდა, მაგრამ რაღაცნაირი ის იყო. ფინანსები მაინც not my favorite. ხო და ბუღალტერია ამ ჯერზე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ უკვე რაზე იყო იცი აქცენტი, რომ აი რაღაც ბალანსის დაჯენაზე კი არა. მაგალითად დავალება გქონდა გასაკეთებელი იმაზე, რომ ორი კომპანიის balance sheet იყო და იქიდან უნდა ratio-ები და რაღაცები გამოგეთვალა რა. და რაღაცები გეპოვა, რომ აი სადრისი გაუმჯობესება შეიძლება, ანუ უშუალოდ დათვლაზე კი აღარ იყო, executive level-ზე, როგორც manager-ს, როგორ უნდა გესმოდეს და სწორად წაიკითხო ეს balance sheet-ი და იქიდან დასკვნების გამოტანა შეძლო რა.
ხო და მაგ მხრივ კი ბევრი რაღაცები ახლებიც ვისწავლე, ძველიც გავიხსენე, რაღაცეებში გავიმყარე ცოდნა და თავდაჯერებულობაც მომემატა ძალიან, რომ აი რაღაცები რაზეც რო გგონია რა, რომ ხო ესე არის, მაგრამ თან რაღაცნაირად აკადემიით რო გიმყარდება თან აი ესეთი ნაცადი და ნამუშევარი პროგრამით რაღაცნაირი კარგი ის არის თვით დარწმუნება თუ რა ვიცი მე რა self assurance-ის მომენტი რა და კი ნამდვილად მგონია რომ გამოსადეგი რაღაცეები ვისწავლე და აი რაში უნდა გამოიყენო ეგ არის ხოლმე ეგ იყო ჩემი პირველი სკეპტიციზმი რომ ძალიან კარგი არის სწავლა ყოველთვის კარგი არის მაგრამ რაში გამოგადგება კონკრეტულად და მაგაზე ვიყობდი იმიტომ რომ კონკრეტულად არ იცოდი რაღაცა მე ესე მომეჩვენა რომ და იყო რაღაც მომენტი დადგა როცა ეს ეტაპი უნდა დამდგარიყო შენ ცხოვრებაში და მე ვნახავ ვარიანტი იყო და გამოჩნდა ამასობაში რაღაცა კონკრეტული უფრო ხედვა რაში გამოიყენებ მე თქვა რომ კი ჯერსი იმაში რომ გამიმყარდა იმაზე ხედვა რომ კი მენეჯმენტში მინდა მუშაობა და ზოგადად ანუ მაგ მიმართულებით მინდა გავაგრძელო ჩემი კარიერა და სხვა მხრივ ანუ უფრო მეტ რაღაც მათ შორის თულებსაც გაძლევს იმისთვის რომ რაღაცა ახლისკენ მას რა ქვია ახალზეც იფიქრო რა ეხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ მომენტში არ ვფიქრობ და ჯერ კიდე ერთი წელი მაქვს წინ მაგრამ გარდა ამ სწავლის პროცესისა კიდევ აქვს ძალიან კარგი კარიერული გაიდენსის პროგრამები რა ანუ ეს counseling-ს იკეთებენ შეგიძლია რომ მენტორი აიყვანო რაღაცა მაგალითად თუ რაღაც სხვა იმაში გინდა გადასვლა მიმართულებაში ალუმნის ან არა ალუმნისაც იპოვიან ვინც მაგ მიმართულებით მუშაობს და იმას მენტორობაც შეუძლია რომ გაგიწიოს რომ როგორ გადახვიდე მაგალითად იმ კარიერაში და კარიერულ ცვლილებაში მაგალითად რაღაცა Financial Times-ში კაკრას ეს იყო პირველ ადგილზე იყო ეს პროგრამა რომ ამ პროგრამის გავლის მერე ბევრი იცვლის იმას რა ქვია კარიერულ გზას ხო და ეხლა აი დღესვე არა მაქვს რაღაცები გადაწყვეტილი, მაგრამ რაღაც აზრები მაქვს, რომელიც აქ გაჟღერება არ მინდა, მაგრამ შთაგონებები მომცა იმისთვის რა მინდა. და რაც თავარია გამიმყარა იმის აზრი, რომ კი, ანუ მენეჯმენტში მუშაობა მინდა. გავაგრძელო და მინდა რომ იყო დიდი დირექტორი. ხო, არ ვიცი, დირექტორი იმდენად არა, მაგრამ რაღაცების ცვლილებებში მინდა რომ მონაწილეობას ვიღებდე. ალბათ უფრო ესე დავაფორმულირებდი. ოკეი. ანუ უფრო გინდა რომ გქონდეს ძალაუფლება ასე ვთქვათ, ვიდრე ამენეჯო ხალხი? თუ ხალხის მენეჯმენტი გაინტერესებს? ხალხის მენეჯმენტი ანუ გააჩნია რას დავარქვათ რა ან თიმებში მუშაობა ძალიან მიყვარს და გავაგრძელებდი და მინდა რომ ვაკეთო ეგ ძალაუფლება მინდა იმისი მქონდეს რომ რაღაცები რა ვჯერა რომ შესაძლებელია მაგის შეცვლის ტრაკი მქონდეს და გონია რომ ზუსტად ეს თავდაჯერების მომენტი, რასაც ეს მაძლევს, პლუს გამოცდილება, პლუს ცოდნა ის, რომ აი პრაქტიკული აკადემიური ცოდნა რა, ანუ აი უბრალოდ წიგნი წავიკითხე კი არა. ბევრი მეებით რა ქვია, თვითონ ეს სასწავლო ისიც ვინ წავთ რა, კათედრა. ძალიან ჩვენ რო ყავდა მე როგორ ლექტორი თუ არა ეგეთები არ იყვნენ რა ანუ გაცილებით უფრო ისა აქვთ ბევრი გამოცდილება და სხვანაირად გამყარებული ბევრი შრომით მოკლედ ეს ყველაფერი და შესაბამისად ანუ იმის შესაძლებლობა მაქვს რომ მაგალითად რაღაც leadership-ზე როცა ვსაუბრობთ ისევ და ისევ რაღაცა შეკრებილად
გლობალურად რაც ხდება ამ მიმართულებით ერთიანად ვისწავლო ერთ მოდულში. და მე კი არ ვეძებო რაღაცა, რომ აი ახლა იქ იმან თქვა, იქ ის ნაშრომი დაიწერა, იქ რაღაც, ანუ შეკრული არის, სადაც ანუ მთელი ერთი მოდულის განმავლობაში ძალიან ბევრ სხვადასხვა frameworks, მოსაზრებას, თეორიას, ნაშრომს თუ whatever, ანუ პრაქტიკულ გადაწყვეტებს და მენეჯმენტის რაღაცებს, პრინციპებს ეცნობი რა. და ეგ ძალიან საინტერესო არის. ან ძალიან ეს არის მათ შორის რაც მომწონს არის რომ პრაქტიკულობაში ჩაქსოვილი არის. ან ყველაფერი რასაც გავდივართ არის ძალიან კარგად გამყარებული იმებით, კვლევებით და ეგეთი მასალებით და პლუს პრაქტიკული რაღაც кейსებით და кейს სტადიებით რა. ოკეი. გავეცე შენს კითხვას პასუხი. ყოჩაღი გოგო ხარ, ყოჩაღი. ხო და ნახოთ მოკლედ რა ვიცი ჯერჯერობით ერთ წელი გავიდა და კვაყოფილი ვარ იმედია რომ ესევე დასრულდება იმედია ჯერჯერობით რომ ფული მეყოფა რომ დავამთავრო ეს და მე არ მოგვიწევს რომ დაგვიფინანსეთ პოდკასტი რომ პატარა ნაინომ რემონტი გადავდე ხა რემონტი აღარ მინდა ეს რა ქვია MBA დაასრულოს ხო და ერთი რაც მოკლედ რისიც მინდა რომ შევაჯამო ალბათ დროც მოგვივიდა რომ დაიჯერეთ თქვენი თავების. აი რაღაცები რაც არის რა, რაც გაფიქრებთ, რომ აი ეს, ანუ აი ეს მომწონს, მაგრამ არ მომწონს ეს ნაწილი, ანუ ერთიანად უარი არ თქვათ მაგ ყველაფერზე. ანუ არ ვიცი, შეიძლება არ ვიცი რა სფეროს მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ აი ჩემ მაგალითზე ის რომ მივხვდი რომ ბიზნესი მომწონს, მაგრამ არ მომწონს სისტემა. შესაბამისად, რავი, ვიყოთ ამბიციურები და ვიფიქროთ იმაზე. შეიძლება ერთ ვერაფერ ვერ გავაკეთო ხა რა, ანუ რა უნდა გავაკეთო, ხო? იდეაში. მაგრამ რაღაცა პატარა აგურს რო დავდო და მაგ мотивაციით ვიყო, ჩემთვის უფრო შთამაგონებელი იქნება და უფრო მამოტივირებელი, რომ რაღაცა გავაგრძელო მუშაობა და რაღაცა უბრალოდ წავედი სამსახურში და მოვედი არ გავაკეთო რა. ხო და თუ გაქვთ მოკლედ ეგ ამბიციები, იყავით ეგ პირველი ადამიანი, ვინც ან არა პირველი, ან შეიძლება გეგონოთ რომ მარტო ხართ და მე აღმოჩნდეთ რომ არ ხართ მარტო და მთელი რაღაც პროგრამა არსებობს თქვენნაირი ადამიანებისთვის რა. ხო და ამიტომ მაგ შთაგონებას მას ვიზამდი რა ქვია ალბათ გავუსვამდი ხაზს. იყავით ამბიციურები და პოზიტიურები არა, ალბათ ოპტიმისტები? ხო, ოპტიმისტებიც და ალბათ ის რომ ცვლილებები ეს ერთი ხელის მოსმით არ ხდება რა. ხო, ერთი კიდე რაც ძალიან მომეწონა, ანუ იქ რაღაცა რა თქმა უნდა ის საინსპირაციო კვოტები არის მთელს უნივერსიტეტში, მაგრამ ყველაფერი არის ამ change making-ზე და change maker-ებზე რა. და მაგიტომ ძალიან მომეწონა ამ პროგრამის თვითონ ეს პოზიციონირება, რომ change maker-ების პროგრამა არის. ხო და რა ვიცი, ვიყოთ ეს change maker-ები რა. დავიწყოთ, რაღაცა ერთი ადამიანი იწყებს, ხო, აი რაღაცა თუ არ მოგწონს, უნდა თქვა. ხო და თქვათ და იქნებ ჩვენგან დაიწყოს ეს ცვლილებები. გეთანხმები, ხო და ერთი კიდე ძალიან საინტერესო, რაც მაგალითად ანიკომ მითხრა ეხა ბრიტანეთში ვიყავი, ან ჩვენ მეგობარი იქ ცხოვრობს და შევხვდი და იმაზე ვყვებოდი რა, როგორ გადავწყვიტე რომ იმიტომ რაღაცა ერთად ვაძაგებთ ხოლმე ბიზნესს და მიმდინარე კორპორატიულ ცხოვრებას და კაპიტალიზმის მანკიერებებს და მაგაზე ველაპარაკებოდი რომ მეთქი რატო გადავწყვიტე რომ MBA გამეკეთებინა და მე ძალიან საინტერესო რაღაცა მითხრა რომ თვითონ კონცეფტი ანუ ვაჭრობის აი აქამდე არის იმაზე უფრო ძველი ვიდრე თვითონ კაპიტალიზმი ან სისტემა რომელიც რაღაცა აღწერაში მოვიყვანეთ რა ანუ ვაჭრობა არსებობდა დასაბამიდან ადამიანები ერთმანეთში რაღაცებს ცვლიდნენ და ყიდნენ და ასე შემდეგ ხო და რატომ არ შეგვიძლია redefining-ი ბევრი რაღაცის? შეგვიძლია. There are ways. ამიტომ მაგანაც რაღაცნაირად მაგას დამაფიქრა, ანუ ეგ puzzle-ი შემევსო რა თავში, რომ აი ანუ რატომ მომწონს რა და რაღაცნაირად მომწონს, აი ხო არის რომ რაღაცები, რაც ვიღაც კარგად ხატავს და ეგ მაგათი ისა და
ჩემთვის აი რაღაცა ეს ბიზნეს სამყარო ძალიან საინტერესოა რა. თავისი ყველა ასპექტი. ჩემთვისაც, მაგრამ მე არ მაქვს ეგ დისონანსი. შენ ცოტა ისა ხარ, ვონაბი მემარცხენე ხარ, მაგრამ მაინც ბიზნესი გიყვარს. ხო და მე ეგ დისონანსი არ მაქვს. ძალიან მიკვირს ხოლმე შენ რო რაღაცა აი კაპიტალიზმზე და რაღაცებზე ამბობ, კი რაღაცები რა თქმა უნდა, მაგრამ აი ყველაფერში გაწუხებს ეგრე, ყველა წყობაში შეგაწუხებს რაღაცა. ხო, მაგრამ ამჟამად მაგაში მაწუხებს ახლა იმაში სოციალიზმში რო ცხოვრობდეთ, სოციალიზმზე ვიწუწუნებდით, რატო გვაქვს ერთნაირი ანუ რატო აწარმოებს ქარხანა მარტო შარვლებს, როცა ფეხსაცმელი გვჭირდება. მაგრამ ნუ ამჟამად რატო ვიხდი 70% გადასახადებს, როცა არ ვიღებ არანაირ რეალურად ბენეფიტს და ასე შემდეგ. ან ყოველთვის რაღაც არ მოგეწონა. ხო, რა თქმა უნდა. ეგ დისონანსი მე არ მაქვს ხოლმე და მაგრამ ბიზნესი მეც ძალიან მიყვარს და ძალიან ინსპაიერდ ვარ ყოველთვის ბიზნესით და მენეჯმენტით. ეგ დისონანსი მაქვს იმაში, რომ ანუ ძალიან ბევრი ფაქტორია რა მაგისი არის. რაღაცა ეს მე მგონია, რომ უბრალოდ ცოტა მეტი ეფორტის ჩადებით არის შესაძლებელი, რომ რაღაცეები ერთ მხარეს რო აკეთებ, მეორე მხარეს არ გააფუჭო რა და ზუსტად მაგაზე არის sustainability-ზე როცა იყო ლაპარაკი და აი ESG-ზე როცა ვლაპარაკობთ, რომელიც თითქოს ესა მოსაბჭჭკია ისევ და ისევ ძალიან ძირეული ნაწილი არის ბიზნესის, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია. და როცა რაღაცებზე საუბრობ ბიზნესის აწყობაზე, მოწყობაზე და ასე შემდეგ, ანუ ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ აუცილებლად დადგები რაღაც ეტაპზე მაგ იმის წინაშე რა. ხო და მე მაგ კუთხით მაინტერესებს და ზუსტად ეგ და მაგიტო რაღაც ESG-ში ბოლო პერიოდში სამსახურის კუთხითაც უფრო გადავერთე. რომ მე მჯერა რომ ანუ პატარა ძალისხმევის ჩადებით რაღაცებს იგნორირების გარეშე შესაძლებელია რომ მარტო ფული კი არ აკეთო, ფულიც აკეთო და სხვა რაღაცა არ გააფუჭო რა, ანუ მაგის თქვა მინდა. თორე იმიტომ რომ მარტო ფულის კეთებაზე როცა ხარ აქცენტირებული და სხვა რაღაცები იგნორირებულია, რა თქმა უნდა, ის გაქვს პრიორიტეტში. ხო, ეს კიდე ძალიან დიდი თემაა მოკლედ რა. ანუ მარტო მაინდა-მაინც კაპიტალიზმზე არ არის, უბრალოდ კაპიტალიზმში გამოიხატება ეგ საერთო ჯამში. მაგრამ ზოგადად sustainability-ის თემა რა, რომელიც ჩემთვის საინტერესო არის. ეს მესმის აქაც ძალიან პოპულარულია, ახლა როგორც ალბათ ხვდები, აქაც ძალიან პოპულარულია ბოლო 10 წლის განმავლობაში ეგ მიმართულება და მთელი ცალკე პროფესიები და დეპარტამენტები შეიქმნა მაგ თემების. ასე რომ მაგაში არის რაღაც მომავალი. კი და თან რაც თავარია ყველაზე მაღაზიებს ხომ ყველაფერი ნებისმიერ რაღაცა მაღაზიანებს როდესაც კეთდება მარტო იმისთვის რომ გაკეთდეს. ან თუ რაღაცაში არ სიარდევს, აი ისიც რა ESG-ის თემაც მოსაბჭჭკად როცა აკეთებენ, რაღაც შეიძლება კაი მოიტანოს, მაგრამ არ იქნება ისევ და ისევ sustainable. და ჩემთვის ძალიან იკვეთება ეგ ზუსტად ბიზნესთან და ბრენდინგთან თუ გინდ რომ რაღაცაში შინაარსი რო ვიპოვოთ და არა ის რომ უბრალოდ ვაკეთოთ რა რაღაცები და ეგ შინაარსი ჩემთვის მე გამოიხატება ბევრ სხვა რაღაცაში. მათ შორის მაგალითად ESG-ში რომ ESG-ის რაღაც აქტივობას თუ აკეთებ, ასევე რომ მიზეზით გააკეთო და შინაარსობრივად და არა რაღაც greenwashing-ი, რომელიც ახლა მაგალითად ძალიან აქტუალურია და ბევრი დიდი კომპანია მაგას აკეთებს და აი მაგაში არის ზუსტად საქმე რომ greenwashing-ი რო არ ხდებოდეს, როგორ შეიძლება რომ რეალური sustainability-ს მივახციოთ. საინტერესო თემა არის. და ცალკე განსახილველი ეპიზოდს კი, რომ დავამთავრებ. პროგრამას რომ დავასრულებ და უფრო მეტი მეცოდინება, იმიტომ რომ ზუსტად sustainability-ის და რაღაცის თემები წინ მაქვს. მე აუცილებლად მოუბრუნდები ამ საკითხს და იქნებ საერთოდ რომ არა, დაღუპული ვარ ხალხო და წავიდე და ილონ მასკთან ვიმუშაო. ძალიან მინდა ეგ დღე დადგეს ძალიან მიხალი. ძალიან დიდი მადლობა ნაინო რომ გაგაზიარებისთვის. ალბათ ჩვენს მსმენელებს ვინც თუ ვინმე აპირებს ამ ფიქრობს ამ საკითხებზე გამოადგება შენი გამოცდილება და ალბათ შეუძლიათ რომ მოგწერონ პირდაპირაც მესიჯებში Facebook-ზე ან Instagram-ზე და ნაინო გიპასუხებთ
დაგაკვალიანებთ როგორ ვონაბი მემარცხენეები თუ ხართ, მაგრამ ბიზნესი გაინტერესებთ, თქვენთვისაც არის ადგილი ამ სამყაროში, ამიტომ მოსკენით რა ქვია. ნუ გგონიათ რომ შავი და თეთრი არ არის სამყარო. თქვა ნაინომ რომელმაც ერთი ჩაწერა უნივერსიტეტის ჩაწერა თავის ეგ ის არის ხა ეგ არჩევანია ეს ვიყავი ეხაც იგივე გავაკეთებ აქტიურად მაგრამ ეგ არჩევანი არის არჩევანი სხვა ამბავია მაგრამ ხედვა ხედვა როგორც უნდა ისეჭრის და კერავს ხო კაი ძალიან დამაჯერებელი არ იყო ეს კაი დავასრულოთ მაშინ ჩვენი ეპიზოდი. მადლობა ყველას რომ გვისმენთ. დაგვიკომენტარეთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თქვენი მაგისტრატურის გამოცდილებები გითხარით. გინდათ გაინტერესებთ რისთვის, რატომ გაგვაკრიტიკეთ, არ ვიცი, შეგიძლიათ რა მიწოდოთ, მარქსისტი. არა, რატომ მომიწოდონ, რა ვიცი, ამერიკელები ხო არ ვართ. ამერიკელებს უყვართ ძალიან ერთმანეთისთვის მარქსისტის სახელი. healthcare-ს ვითხოვთ. მარქსისტი, სოციალიზმი. ხო და კიდე რასაც გავედი სხვაგან. და ხმოვანი შეტყობინებაც გამოგვიგზავნეთ, ყველგან დაგვალაიქეთ, გაგვაზიარეთ, იმიტომ რომ ძალიან გვეხმარება მეტ რა ქვია, მეტი აუდიტორიის პოვნაში, მით უმეტეს როცა ესე არაკონსისტენტურად უწერთ ხოლმე ჩვენს ეპიზოდებს და შევხვდებით ევროპაში. Good. Good.